ეხლა კი ჩვენს ეთერში ტრადიციულად რუბრიკის ჩვენი ექიმის რჩევების დროა და დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ორსულობა და მედიკამენტები. მოგეხსენებათ, ყველა ქალის ცხოვრებაში ორსულობა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ხანა და იმაზე აღარ ვისაუბრებ თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ დროს სწორკვებას, ჯანსაღ ცხოვრების წესს, ძილს და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე საინტერესოა მედიკამენტებთან ურთიერთობა ამ დროს. სწორედ ამისათვის ჩვენთან დღეს სტუმრად არის მიან გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე და მისგან მომისმენ საჭირო რჩევებს თუ როგორ უნდა გავიაროთ ეს საპასუხისმგებლო მედიკამენტებთან ერთად. ორსულობის დროს პარაცეტამოლი უსაფრთხო თუ ფარული რისკი. იწვევს თუ არა პარაცეტამოლი აუტიზმს და ADHD დაუშვათ სინდრომს, აი ეს ყურადღების დეფიციტის სინდრომი, ხო, როგორც ესეთი. არის ეს მითი თუ რეალობა? მშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. როგორც იცით, ორსულობა ქალის ფიზიოლოგიურ მდგომარეობა და როგორც წესი არ საჭიროებს დამატებით მკურნალობას, მედიკამენტებს. მთელი იდეა ორსულობის მართვის ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის პრომოცია, ჯანსაღი ჩვენი რჩევები მართული უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება სწორი კვება კონდერს ორსულს, სწორად დაისვენოს, როგორც ჩვენმა წამყვანებსანა მიიღოს მრავალფეროვანი საკვები და მასში შემოვალი ყველა სახის ვიტამინი, საკვები ნივთიერება არ გულს ხოლმე დამატებით ვიტამინი ჭირდება ორსულს. ის რაც საკვებშია, ის ნივთიერებები შეიწოვება და მოიხმარება როგორც საჭიროა დანიშნულებისამებრ. ეს კითხვა პარაცეტამოლის შესახებ ძალიან საინტერესოა, ვალსაზრით, რომ ამ ჯგუფის პრეპარატები, პარაცეტამოლი, რომელიც ჯგუფსაც მიეკუთვნება, ცნობილია 1500 წელი ქრისტეს შობამდე. პირველი აი ასპირინის მსგავსი ნივთიერება გამოყვეს ტირიფის ხისგან და შემდგომ იყენებდა მას მედიცინის მამა ჰიპოკრატე და საუკუნის დასაწყისში 1915 წლიდან უკვე კომერციულად ხელმისაწვდომი გახდა პრეპარატი ასპირინი, რომელსაც საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ჩვენს დღევანდელ მედიცინაში და მიანობაშიც სადა ბედი, ასე ვთქვათ და რაღაც გარკვეული დაავადებებისთვის და გარკვეული მდგომარეობის მისი პროფილაქტიკისთვის გამოიყენება. სწორედ მისი უშუალო მეგობარია და ბიძაშვილი ეს პარაცეტამოლი, არასტეროიდული ანტიანთებადი პრეპარატების წარმომადგენელი. ეს პრეპარატი პარაცეტამოლი გამოიყენება ორსულობის დროს ტკივილის, ორსულობის დროს ცხელების შემთხვევაში და ის შეუცვლელია სხვა ამ ჯგუფის პრეპარატებისგან განსხვავებით. მაგალითად, იბუპროფენის და სხვა ნაპროქსენის და სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით მისი გამოყენება შედარებით უსაფრთხოდ შეიძლება და მისი დოზირება არ უნდა აჭარბებდეს 4 გრამს დღეში. ეს დოზირება და ამ პრეპარატის მიღების რეჟიმი, რა თქმა უნდა, ორსულმა უნდა დააზუსტოს თავის მკურნალ ექიმთან. მისი უსაფრთხოება განსაზღვრულია რამოდენიმე ქვეყნის და წამყვანი ამ შემთხვევაში ამერიკის მედიკამენტებისა და საკვების ადმინისტრაცია და მის მიერ მინიჭებული იარლიყი, უსაფრთხოების იარლიყი. რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა პრეპარატი ორსულობის თვალსაზრისით არის შეფასებული მეტნაკლები საფრთხის შემცვლელ პრეპარატად. ცნობილია ის 60-იან წლებში თალიდომიდის შემთხვევა, რომელსაც მთელი ამერიკა შეძრა თურქის უსაფრთხო პრეპარატის თალიდომიდის, რომელსაც იყენებდნენ დილის სიზუსტის ანუ გულისრევის ღებინების შემთხვევაში, რომ ეს უსაფრთხო იყო, იღებდნენ ორსულები ამ პრეპარატს და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ბევრი 10,000-მდე ახალშობილი დაიბადა კიდურების გარეშე და სხვა სერიოზული დარღვევებით. აღმოჩნდა, რომ ყველა ეს პრეპარატი, ყველა ეს პაციენტი იღებდა ამ თალიდომიდს და შესაბამისად საკმაოდ დიდი მოკვლევის და დიდი კრიტიკის საგანი გახდა სახელმწიფოს მიერ ამ პრეპარატის გამოყენება და შესაბამისად ორგანიზაცია, რომელიც FDA-ის სახელწოდებით არის ცნობილი, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში შეიქმნა 1906 წელს. მიეცა საკმაოდ დიდი კარდ-ბლანში იმისათვის, რომ გაიკონტროლებინა თუ რა პრეპარატი იყო უსაფრთხოდ ორსულობის განმავლობაში.
ამ კლასიფიკაციაში პარაცეტამოლს და მის მსგავს პრეპარატებს მიენიჭათ C კატეგორია A, B, C, D, X. მესამე კატეგორია, როდესაც ცხოველებში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ცხოველებს ანომალიები, ხოლო ადამიანებში და ორსულებში, კერძოდ ორსულებში ჩატარებული კარგად კონტროლებული კვლევები არ არსებობს. შესაბამისად, დგება საკითხი, როდესაც ექიმმა და პაციენტმა ერთად უნდა შეაფასონ, რამდენად სარგებლიანია ეს პრეპარატი იმ რისკებთან შედარებით, რაც შეიძლება ამ პრეპარატს ახდენს. დიახ, და ბატონ მამუკა, რომელი არის აი მაგალითად A და B ჯგუფის, აი თქვენ როგორც აი შკალის მიხედვით ისეთი საფრთხის შემცველი პრეპარატები, რომელიც ნუ საჭიროება შეიძლება მოითხოვოს, მაგრამ ორსულმა რო არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს. აი მაგალითად A კატეგორიის პრეპარატებია, მაგალითად ფოლიმჟავა, რომელიც ყოველთვის კარგად ცნობია, რომ ორსულობის დასაწყისში ორსულობამდე ქალმა უნდა მიიღოს და ეს ამცირებს ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარების ანომალიებს. აი არის მაგალითად X ჯგუფის პრეპარატი, რომელიც ნამდვილად იწვევს ნაყოფის ანომალიებს, საკმაოდ მაღალი ალბათობით. ეს არის სისხლის შედების პრეპარატები, ეს არის ვარფარინი, ეს არის ანტიეპილეფსიური პრეპარატები, ვალპროის მჟავა და ასე შემდეგ, რომელიც საკმაოდ მაღალ რისკით იწვევს ნაყოფის განვითარების ანომალიებს. შესაბამისად, აი ამ პრეპარატების მიღება თუ ის ორსული იღებულობდა მას, მაგალითად ბევრი პაციენტია, რომელსაც ქონდათ აქვთ ეპილეფსია და მკურნალობენ ამ პრეპარატებით და ჩვეულებრივ ადამიანები არიან. რა თქმა უნდა, ორსულებშიც განმავლობაში უწევთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ პრეპარატი ნორმალური ადამიანი და არც არაფერს არ უჩივის და სწორედ შერჩეული პრეპარატით და დოზირებით ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწევა, დედებიც ხდებიან და წარმატებითაც მშობიერობენ. მაგრამ როდესაც საუბარი ამ პრეპარატის მიღებაში, შესაბამისად დამატებით, აი გვიხდება ფოლიმჟავის დამატებით მიიღება, რომ ნერვული მილი ნორმალურად გამვითარდეს. თითოეულ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვარჩევთ, რა მივცეთ ორსულს, რა პრეპარატი მივცეთ, საკმაოდ დიდი დაფიქრება მართებს ექიმს და რა თქმა უნდა პაციენტსაც, რომ მიიღოს ის პრეპარატები, რომელიც მისთვის ნამდვილად აუცილებელია და საფრთხის შემცველი არ იქნება. დიახ. აი რომელიმე წამალი არის ისეთი, რომელიც დაუშვათ შეუძლია რომ ორსულს მიიღოს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ხო არიან ადამიანები, ვინც გიждდებიან წამლების მიღებაზე. წამალი დალიო. მე მხოლოდ იმ საკუთარ დანამატებზე არიან ძალიან მაღალი მთიანი რეგიონიდან და ხშირად ვერ მიდიან ექიმთან და აი ესეთი ტიპის. იმ შემთხვევაში მე ურჩევდი რომ ესეთ კონსულტაცია პრეპარატზე საუბარი და არა საკვები დანამატზე. დღეს საკმაოდ პოპულარულია ესეთ საკვები დანამატები, რომელიც აი საკვები დანამატები თუ არის რომელიმე აკრძალული. საკვები დანამატი პირიქით ჩვენ ისეთ საკვები დანამატს გავუწიოთ პრომოცია, რომელსაც უნდა იღებდეს ორსული, მაგალითად აი კალციუმის პრეპარატი, კალციუმის რომელიც მნიშვნელოვანია ორსულისათვის და დღეში მისი დოზირება საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული მრავალწლების. მარტო მაგიტომ არა, აი ერთ-ერთი ორსულობის გართულება, პრეეკლამსია, ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზიის შანსი რომ შემცირდეს. ბავშვის ძოვანი სისტემა და დედის ნერვული სისტემაც მისი საკმაოდ მხარდაჭერილი იყოს და ამიტომ ბევრი ვიტამინებზეა საუბარი, იმიტომ რომ ორსულობა ითვლება ერთ-ერთ რისკ ჯგუფად, როდესაც თუ არასაკმარისი საკვები აქვს ორსულს რაციონში, აი იმ შემთხვევაში გამდიდრდეს საკვები ვიტამინების ნაკლებით. დიახ, ასევე ძალიან საინტერესოა ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობაზეც გავაკეთოთ აქცენტი. რამდენად საშიში არის ორსულობის დროს ანტიბიოტიკებით და თან პლუს ამას დამატებული თვითმკურნალობა? ექიმის ანტიბიოტიკის დანიშვნა საკმაოდ სიფრთხილით უნდა მოხდეს. გვჭირდება თუ არა ანტიბიოტიკი? ეხლა ზამთარია და შესაბამისად ძალიან ბევრს აქვს სურდოს მაგვარი მდგომარეობა, ვირუსული გრიპი, რომლის შემთხვევაში ანტიბიოტიკების დაწყებაც თავიდან არანაირად გამართლებული არ არის. მან შეიძლება პირიქით დააზიანოს ორსულის ორგანიზმი. არის ჯგუფი პრეპარატების ანტიბიოტიკებს, რომელიც თავისუფლად შეიძლება დავნიშნოთ ორსულობის პირველ ტრიმესტრში დასაწყისში, შემდგომაც ეს პრეპარატები არის პენიცილინის ჯგუფის პრეპარატები, ცეფალოსპორინები, მაკროლიდები, არის პრეპარატები, რომელსაც გამოვიყენებთ და მიეკუთვნება ისინი B კატეგორიას, ანუ მეორე უსაფრთხოების პროფილის თვალსაზრისით. მათი გამოყენება დასრულებულია ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში. რა თქმა უნდა, მისი სარგებელისა და მოსალოდნელი საფრთხის შემცველობის გათვალისწინებით. თუმცა ამ პრეპარატების გამოყენება პირველ რიგში სასარგებლოა, რა თქმა უნდა, თუ დედის ჯანმრთელობასთვის ის აუცილებელია, თუმცა მეორე მხრივ
ის მოქმედებენ დედის ნაწალურ ფროლარზე, რომელსაც შეიძლება გამოიწვიოს დისბაქტიროზი. ის მოქმედებენ ნაყოფის ნაწალურ ფროლარზე და ერთ-ერთი მდგომარეობა ნადირი მშობერობის შემთხვევაში, როდესაც ამ პრეპარატებს ვიყენებთ, ახალშობილს შეიძლება დაბადების შემდეგ აღინიშნოს ნაწლების სერიოზული დაზიანება, მანეკროტიზირებელი ენტეროკოლიტაცია, რომ სიფრთხილით არის საჭირო გამოყენება, რომ ამ პრეპარატების მედიკამენტების სადგან არა მარტო დედას, არამედ ბავშვს ახალშობილზეც შეიძლება მოახდინოს გავლენა. იცით რა მაინტერესებს? აი ძალიან ხშირია მაგალითად ორსულებში, როდესაც წნევა აწუხებთ ორსულებს, აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება, რა მეთოდს შეიძლება მიმართონ და რა მედიკამენტს? ეს მდგომარეობა ნოემბერს სწორედ პრეეკლამსიის ცნობადობის თვედ იყო გამოცხადებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ეს ის მდგომარეობა, როდესაც თვითგანვითარებული ქვეყნებიც უძლური არიან სწორედ მართლონეს ორსულები და პრევენცია მოახდინონ დაავადების, რასაც ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია, პრეეკლამსია ქვია. მისი პრევენცია შესაძლებელია რაღაც გარკვეული ჩარეების ფონზე, მაგრამ აი რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, წნევის სწორედ რეგულირებას, სწორედ წამლის სწორედ შერჩევას, ეს არის მთავარი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პირველ მომენტში მაღალწილი არტერიულ წნევის დაფიქსირების პირველ მომენტში ორსულმა უნდა მიმართოს თავის ექიმს და შეირჩეს სწორედ ის პრეპარატი, რა დროს სჭირდება. ესეთი მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმი ადრეულ ეტაპზე ის ორგანო, რომელთაც ორგანიზმი, დედის ბავშვის ორგანიზმი უკავშირდება დედის ორგანიზმს პლაცენტა, არასწორად ვითარდება. მისი განვითარება გარდაუვალია ორსულობის დაწყისიდან გამომდინარე და შემდგომში უბრალოდ ჩვენ უნდა როგორმე ორსულობა მივიტანოთ უსაფრთხო ადამიანამდე და ამაში გვეხმარება სწორედ ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები, სწორედ შერჩეული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები. არსებობს მდგომარეობები, დედის ორსულობის მდგომარეობა, როდესაც ორსულობამდე მას აღენიშნება არტერიულ წნევის მომატება და მას გარკვეულ ტრადიციულ მედიკამენტებზე იმყოფება და მკურნალობს. ორსულობის შემთხვევაში რიგი ამ მედიკამენტებისა დაუშვებელია რომ მივიღოთ. ეს არის ანგიოტენზი მაკრონეუტრირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ბევრი პრეპარატები, რომელთაც მიღება ორსულობაში დაუშვებელია და ამ დროს უნდა გადავიდეს ორსული ექიმის რეკომენდაციით უკვე ორსულობაში მისაღებ პრეპარატებზე. აღარ დავასახელებ მით სხვა, რომელიც აუცილებლად თვითმკურნალობის мотивацიის გარეშე ექიმთან ექიმის რეკომენდაციით და მიიღოს სათანადო დოზებით, სათანადო ფორმით. აი მაგალითად ჩემ შემთხვევაში მე ვარ ანემიური, ესე ვთქვათ. აი მაგ შემთხვევაში რა არის რეკომენდირებული დაუშვათ ადამიანებისთვის, როგორ უნდა მოემზადონ, ან ორსულობისთვის შეიძლება ესეც ურჩიოთ, ან თვითონ ორსულობაში აღმოჩნდა, რომ დაუშვათ დაუვარდა გემოგლობინი და არის იმაზე დაბლა და რა საფრთხეს წარმოადგენს დაუშვათ ნაყოფისთვის, ეს როდესაც ანემიურია დედა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მდგომარეობა, მოდი დავარქვით ამას დაავადებას. 30% ორსულებს საქართველოში აღენიშნებათ ორსულთა ანემია. ის მომაჩვენებლები, რომელიც ითვლება ორსულობაში სისხლის ნაკლებობად, ანუ ანემიად. მაგრამ მანდაც არსებობს გრადაცია რაღაცის ქვეშ. პირველ ტრიმესტრში, მეორე ტრიმესტრში, მესამე ტრიმესტრში ქალის ფიზიოლოგიური მდგომარეობა გამომდინარე, ეს მაჩვენებლები სათანადოდ იცვლება. მეორე ტრიმესტრში შედარებით დაბალი მონაცემის კი საკმარისია იმისათვის, რომ ქალი შეფასდეს როგორც ანემიის მატარებლად. პირველ რიგში თვითონ საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შეფასებულია როგორც რისკ ჯგუფის შემცველ ქვეყნად, როდესაც ვისაც რომელი მოსახლეობასაც აღენიშნებათ სწორედ ანემიის მაღალი რისკი. და ყოველდღიურად 4 მილიგრამი რკინა ჭირდება ქალს იმისათვის, რომ შეეფსოს თავისი მარგის, იმიტომ რომ ქალის ორგანიზმში იმატებს სისხლის მოცულობა 40-60% დაახლოებით ამას ჭირდება თვითონ დედის ერითროციტებს, რომ ზუსტად მიიტანოს ამ ერითროციტებით, ანუ ჟანგბადის მატარებელი ნაწილაკებით სისხლის ქსოვილის ყველაზე დაშორებულ წერტილამდე ყველა ორგანოში. ეს რკინა ჭირდება, რა თქმა უნდა, ვის? ნაყოფს, რომელთანაც მიეწოდება ეს რკინა ერთი მიმართულებით გადადის ეს რკინა დედიდან ნაყოფში და რა პირიქით.
ის იზრდება, ნაყოფი იზრდება, მას აქვს სისხლის მოგცევა ორსულობის 6 კვირიდან უკვე ყალიბდება სისხლის მოგცევის სისტემა და ამ სისხლის მოგცევისთვის ჭირდება წითელი ბურთულების, ერითროციტების ნორმალურ ფუნქციონირება, რომელშიც სწორედ ეს რკინა წამყვან როლს თამაშობს და ეს რკინა ჟანგბადის გადატანის, ანუ ქსოვილების სწორი კვებასა და განვითარებისათვის აუცილებელი ნივთიერებაა. რა უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში სწორი კვება კიდევ და ისევ უბრუნდებთ იმას, რომ ჯანმრთელი ორსულობისათვის არის მხოლოდ სწორი ჯანსაღი კვება და სწორი დღის რეჟიმი. მათ ვისაც რკინის დეფიციტი აღნიშნებათ ხშირად ორსული უარს აცხადებს ხორცის მიღებაზე. არ შემიძლია ბევრი მოწვი ჩვენთან და ეუბნება რომ არ შეუძლია რომ ხორცი მიიღოს და შესაბამისად მაგ შემთხვევაში ზოგადად უნდა გაცნობიერებული ქონდეს რა დედას რომ მან ისთვის არის ეს საჭირო რომ თქვენ მის ახალშობილს ჭირდება მარტო რკინა კი არა ეს ცხოველურ ცილაში არსებული ამინომჟავები მისი ცილების შესავსებას, მისი ცილების ასაშენებლად და ერთ-ერთი კომპონენტი ამ ცხოველურ საკვებიდან სწორედ რკინა, რომელიც ორსულმა უნდა მიიღოს აუცილებლად, რათა ჟანგბადის უკმარისობა მის ქსოვილებს და ნაყოფს არ აგენშრებოდეს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო შეგვიძლია. კი ბატონო. თქვენთან დამშვიდობება, თორე ძალიან საინტერესო თემას და რჩევებს ვუზიარებდით ჩვენს ტელემაყურებელს. მიან გინეკოლოგი მამუკა ნემსაძე გახდა ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო რჩევებისთვის.